დაგეგმილი არის შემდეგი რამ. გეაბრაზნი დღე უნდა დავიბროთ. მანქანები წავალთ ახლა. просто ნომრებში დავლაგდებით აწირა. ახლობთ 50-60 მეტრი არის ნომრებს შორის დაშორება. ეხლა ერთადერთი რაც მინდა უნდა ვიყოთ ჩუმი და ვულოდოთ მგელს. ხელამგელია ნახე. გელი შენიშნეს ბიჭება. მაგარი ბატკამოდია. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. თორნიკე. პროფესიონალურობა. საინტერესო ხალხია. და საინტერესო რაღაცებს ვნახავთ დღეს ნადირობასთან დაკავშირებით და ძალიან ინფორმატიული იქნება ყველაფერი მით უმეტეს. დავიძრათ ხო ნენელა? დავიდეთ. კაი, ბატონო, კაი. მშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით. გაცნობებთ რომ მოვიპოვეთ ამჯერად ლიცენზია წალკის მუნიციპალიტეტში, რატი დოლიძემ აიღო და შესაბამისად დავგვატიჟა თავისი მეგობრები ნადირობაზე. ცოტა დავგვიანდით უკვე ტრადიციულად, მაგრამ არაფერი საშიში მგელს არ ჭირდება იხვევით რომ გათენებას იქ შევხვდეთ. ჩავალთ ახლა წალკაში გადავეგოთებით ჩვენს მეგობრებს. რამდენადაც მე დავთვალე და ახლობით 15 კაცი თბილისიდან გამოვედით და ნაწილი ბიჭების აქ დავხვდება. ძალიან საინტერესო ნადირობას შემოგთავაზებთ. დაგეგმილი არის შემდეგი რამ. ჯერ ასე ვთქვათ, გეაბრაზნი დღე უნდა დავიბროთ. ბევრი თქვენთაგანისთვის ცნობილი არის ეს ლოკაცია და შემდეგ გადავართ ნარდევანში. ერთი უარყოფითი ის არის, რომ სამწუხაროდ მარლენი ვერ ესწრება ამ ნადირობას საპატიო მიზეზის გამო. ცოტა ყურადღება ოჯახსაც დაუთმო და ცოლ-შვილი ყავს დასავლეთში წაყვანილი. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ, რომ ეს ნადირობა წარმატებულად ჩაივლის და მარლენის ჩამოსვლის შემდეგ იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთ ნადირობას მოვაწყობთ. და კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ ან ამ გადაცემას მივაბავთ, ან ცალკე გადაცემად წალკაში ნადირობას. ეხლა კი უკვე შევდივართ წალკაში და გადავუკვეთებით მალე ჩვენს მეგობრებს. მოგესალმებით ყველას. ახლა ვიმყოფებით წალკაში ლიცენზირებულ ნადირობაზე. დღეს ვნადირობთ ტაცებელ ცხოველზე. კერძოდ ტურა მგელი. გვაქვს კოტა 5 ერთეულ მგელზე და 20 ტურაზე. ხა ტურა აქ ნამდვილად არ გამოვა, მგლის იმედი გვაქვს რომ მგელზე მოხდეს გასროლა. თხოვნა მექნება. დღეს გამოვლენ რაღაც სხვა ცხოველები, რაზეც არ მოხდება გასროლა არავითარ შემთხვევაში. ნომრებში დაგაყენებთ სანამ არ მოვალ ნომრებიდან არ მოიხსნებით არავითარ შემთხვევაში. როცა მოვალ სულ მოიხსნებით წავალ. ბატონო ამირა. დიდი თხოვნა მაქვს თქვენი არმიიდან მხოლოდ 2 ძაღლი გაუშვათ ამ მორიყვაზე. შემდგომში უკვე ყველა ძაღლი. რაციებს ხმარო? არავითარ შემთხვევაში ზედმეტი ხრიშინი მიშლინები არ გვინდა. ვიბრაციაზე გადაიყვანეთ სულ ტელეფონები. ეგრე ჯობია. მოკლედ ზედა მხარეს ბატონო გიორგი შენ დააყენებ. ქვედა მხარეში შევიყვან 3 კაცმე. მეოთხეს კარაბინიას გადავიყვანო, ეგ გვერდზე არ გადაგვიიწევს, გამოკლედ რა. თუ რამე არის ხდება გასროლა, მონადირების შემთხვევაში გამოგვაქვს ნადირი აუცილებლად რომ შემდგომ მოხდეს დაწვა ან რა მოკლედ რა დამარხვა რა. თუ არ დარჩეს ძიმებაში რა. უტილიზაცია. სარიქში ეხლა მიდის ბატონი ამირანი თავისთავად. თუ ამირან ნომერში გირჩევნია დღეს. სულ ერთია. აბა ეს რო დავკარგო ეს რო გავყო. და იმას 3 კაცი წახვალ სარიქში გამოკლედ. ერთი მე, ერთი შენ. რა ერთი იქ არის. სახელზე გვარს არ ვასახელებთ. მანქანები წავალთ ახლა. просто ნომრებში დავლაგდებით აწირა. იქ ხმაურის გარეშე რა უნდა ავიდეთ, იმიტომ რომ თუ არის მგელი გადის ხმაურზე რა იქიდან.
თუ აეწყეს თუ ყველა ორი წამით მოგძანდით იარაღები მანქანაში ჩადეთ მანქანებით მივდივართ თუ ყველა ხერს უგუყაფა ხელა ორი კაცი არის ხრაფული არის. ერთი პირდაპირ ეკლესიას დაგდება, ორი ცოტა მარგი ჩადის. მარგინას რახან მოკლე ისე აგნარიზმი პირდაპირ გადავაკეთინე ფიქრით, რა შეიძლება დავწერო. გამოვედით დავდექით ბიჭები პრინციპში ყველანი დაყენებულები არიან ერთი ხრახლულიანი დავიდა ჩვენს წინობ მინდორზე გასული მგელი გააკონტროლოს სარეკი წუთი-წუთზე დაიწყება თოვლის გამო ვერ ვიარეთ ისე სწრაფად როგორც გვინდოდა ჩვენი საკონტროლებელი არის ჩვენს წინ და აი ამ პერიმეტრზე მოდი ესე ვთქვათ ახლობთ 50-60 მეტრი არის ნომრებს შორის დაშორება. ეხლა ერთადერთი რაც მინდა უნდა ვიყოთ ჩუმად და ვიყოთ მგელს. სხვა ჩვენ არაფერი არ მოგვეთხოვება. ის დრო არის რომ მოვემზადოთ. მეთილები და სწორია ძალიან კარგია. ლოკაციას რომ მოვედით შეინიშნებოდა მგელი. როგორც ვიცი. ეს იმის მანიშნებელია რომ დიდი ალბათობით შედეგიანი დიდი ალბათობა არის რომ იმდენად ვერ აგიცხოველი არის რომ აი რა გითხარ. ძალიან ფრთხილია. ბატონო, ისე. მე პირველად ნადირობ ამ ცხოველზე. აქედან მომდინარე გამოცდილება არ მაქვს და გოგა აგვიხსნის ყველაფერს და დაგვაყვალიანებს სად როგორ ანაირად. კი ბატონო, დაჟე ხა ერთი იმას ვფიქრობ რომ ცოტა 1-20 მეტრით ქვემოთ ჩავიწიოთ. მაინც უკეთესი არის, იმიტომ რომ ამ გამოსასვლელს პრინციპში ხრახნელულიანი და კი ბატონო, წამოყვა. Au! boys. ადრენალინის პიკი მაქვს უკვე. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. Hey! ერთის გავარდება მე მგონი.
ვადიმას ხმა იყო, მე მგონი ვადიმა მეუჭალა. ეხა უნდა გაჩვდეს ხმა ძაღლებს. თუ ძაღლების ხმა გაჩერდება, ესე იგი ტაქტიკული არის. და ესე იგი თორნიკე განცდა როგორი იყო? წეგანაც ძაღლების ყეფარო დაიწყო. ადრენალინმა ჭხილებინა როცა გამაცხელა ერთიანად ძალიან სასიამოვნოა. თან იმიტომ რომ ხე თეორიულ დონეზე და თქვენი მაყურებელი რა ხან ვარ მინახავს რა როგორ კეთდება და ანუ ეს ძაღლების ყეფარო იმის მანიშნებელია რომ რაღაცასთან ახლოს ვართ. ძალიან დიდი ადრენალინი იყო როგორც მონადირისთვის ჩემთვის რა თქმა უნდა. ყველასთვის შეიძლება გასაგები ვერ იყოს. შემდეგი რა მოხდა? რა ტიპი დღვინავს ესე დღეში არის ჩვენ სამი მგელი გამოუვიდა ჩვენ მეგობარს და პერესროლა. იმიტომ რომ ახალი თოფი აქვს, კელტეკი შეიძინა რა. 3-4000 და ალბათ რაღაც ვერ გაუგო ეს გიზგავს. იყო ერთი გასროლა მგელზე, ხახმულიანი კი, ჩვენ შემდეგ რო ნომერი იყო სავარაუდოდ ეგ მაგას ამბობ ხო? გასული და 20 თენია და აი ძალიან გული მაქვს დაწყვეტილი რა 10 თენაზეც. სამწუხაროა. რა თქმა უნდა თუ საერთოდ ვერ განახორციელა, როგორია სამგელი რო გამოგივა ვერ ესრე. აი არ ვიცი რა. წავიდეთ ახლა ავშალოთ ნომრები ავყრიფოთ. წავიდეთ, გადავინაცვლოთ იმედია. შედეგი გვექნება კი. აი მალე შენ რო არა ხარ, შენი ბრალი არის ეს ყველაფერი. შენ რო ყოფილიყავ. ყველაფერი კი, მალეს ისეთი ყისმათი აქვს. ყისმათი არის. კი, მოიპოვებ და აუცილებლად რაღაცას. ბიჭო, ერავას რო შესულიყო, ერავა ის რო და სამი ცალი მგელი არის. ეხა ბაბუს ეუბნებოდი მომეხმარეთ რატი ბექა არ დაბრიდოს კოჩები დედა. სამი ცალი მგელი ბიჭო და როგორ არის სულა გავფიშტში. აგერ არიან აი ესე დასულები და ერავას ბიჭო რო უთხარი ტყეში შეიძლება და ესეთი აკი არ შეწერია, უკან დამუსულანი ბიჭო და წინ გაუარად, ხმები ესმოდათ. როგორც ხვდებით, აქ ნადირობა სამწუხაროდ უშედეგოდ დამთავრდა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გელი ძალიან ფრთხილი და ძალიან ჭკვიანი მოწინააღმდეგეა, ასე ვთქვათ, მონადირისთვის და ხშირი არის სამწუხაროდ იმისი ალბათობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრნი ვართ, არც თუ ისე გამოუცდელი მონადირეები ვართ, მაინც გადის. თუმცა, ვთქვათ ბექას გასამართლებლად, რომ ახალბედა მონადირე არის და მაინც რაღაც დონეზე ეპატიება ესეთი გაურკვევლობები. მაგრამ უნდა დაიხვეწო ჩემო ბექარიო. წავედით ნარდევანისკენ და მალე დაგიბრუნდებით. რო გავაჩერებ, просто შეხედეთ. გეტყვით ტყეში შედით, შეხვალთ ტყეში. გეტყვით კარაბინია მინდვრიანზე დადაგით, დადგებით გარე იმაზე. ხარაშო გასაგებია ხო ყველას. შენ მიხედე შენ კარგად შეიძლება.
რაღაც უნებლია გასრულას ქონდა მგონი ადგილი. რო გავოთ გავარკვევთ. ამიტომ არის მე ხო არ ვიცი ჯერ რა მოხდა, მაგრამ ყოველთვის ამოიღეთ ტყუები და ჩადეთ მაშინ დატენეთ თოფი მაშინ, როდესაც უკვე ტყეში ხართ და ნომერში დადგებით. ესენი ძალიან ახლოს ამოვიდნენ ჩემთან. დავდი მამახლა. Radi. Daureki Maksareks გაჩერდეს მე ავედი უკვე პაჩტი აი მანქანებს აუწდი. მოვიდეს შემომდე რა ამოვიდა. აქედან გასული. გასულია აქედან უკვე ყველაფერი. ურა ხელამგელია ნახე როსტა. შეშინებული ძაღლი აღარ მშორდებია. აგერ არის მგელი. მოსული აქამდე და ძაღლებს შეეშინებს და ფეხთან გამყვებიან. აუ! ბიჭო, წადი მოძებნე რამე. უხშენ. სად არის ნაპოფრიალე? ცხარი ყავთ ნაჭამი იმგლებს. მატყლიღა დაუტოვებიათ. ამ ძაღლს კიდე რაღაცა ისე შეაშინა, რომ აღარ გადის შორს ეს ძაღლი. შეაშინებდა რა, მგელი. ესე გაირბინა ტყის გარედან. მეორეც უნდა იყოს. ძაღლია მგელია ვერ ვარჩა. რა ხელამგელი არის. უკან გამოტრიალებული. ჯერ აგერ ადამიანმა გაიარა ხა სარეკვა და აგერ არის უკან. მოტრიალებული აგერ. აი მoni ძაღლები გამოვიდნენ ეხლება. ძაღლებმა ვერ იმუშავეს საერთოდ ბაბუხო ხედა. ავიშალეთ? ო გამოდით ბიჭო ძაღლები შეშინებულები არიან შეაშინეს კუთხთან გამყოფიან. აი. ბაბუ! 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 დამო! კაი კუდი აქვს სამოძუებელი შეხედა. და ამგელი. ეგ რა ჩასული. კოტე ხო არ ჩაგეძინა, კოტე ფეხზე მდგომარეს. ფეხზე მდგომარეს ხო არ ჩაგეძინა თქო. 1-20 წუთის წინ შეიძლება მეტი. აი იქ ჩაირბინა უკან რაღაცა. კარგად გილასიდექ შენ კაი ხედველობა ქონდა? ქვემოდანაც წამოსული, წინდანაც წამოსული, აქედანაც წამოსული ყველაფერს დაინახავდი. შენზე ჩემელო გავარდ. ჰა? შენზე ჩემელო. კი, კაცო. მონდომების ამბავია. არის ორი ვარიანტია. ან საერთოდ არისო, ან შეიძლება ისეთ ხროვად გადააწყდნენ, რომ ბაბარა. ბაჟიკო ესე იგი, ესეთი რამე მოხდა და დამიდასტურე ან უარყავი. სანამ ჩვენ დავდექით, შენ უკვე მგლები შეგეფეთები. შევედი. როგორც კი შევედი, იქნებოდნენ ერთ ალბათ 40-50 მეტრში, ალბათ ეხა ზუსტად ზონას ვეგეთყვი, ორი იყვნენ, ერთი გასვლა გავაკეთე და წამოვიდნენ ქვემოთ რა.
სამწუხაროდ არც ბაბუ იყო ჯერ დამდგარი, არც მე. აი ხა იცი როგორ იყო? მე თან შევედი ცოტა ისეთი შევედი ანუ ჩხარა რა აი ცოტა ფრთხილად შევსულიყავი ასე მგონია არა მაინც გაგიგებდა მაგრამ მაგას ხო ნუ ეხა ვეღარ გავიგებ თან იქ როგორ იყო იცი იქ არის თოვლი დიდი ხო აი ეს ფეხი ჩამივარდა მე სადღაც მუხლამდე თოვლში ვიარე კაცო ხო ფეხი რო ჩამივარდა და ვავდექი უკვე ესე იდიოტია უკვე და პასტელეს სულიერ გაიგებ სწორად გენ მაინც უნდა გესროლა ყველა ვარიანტში სამწუხაროა რომ აი ასე ახლოშივე ეყარენ და არ დაუცალდა მისვლა ადგილზე. მოკლედ დღეს რაღაც ხელმოცარულები ვართ. მე მგონი მარლენმა თავისი ლოცვა არ გამოგვაყოლა და მაგისი ბრალი არის ეგ ამბავი. ლოკაციაზე ქარი არის. საკმაოდ დიდი ქარი ამოვარდა, ნახევარი საათის წინ არისო. სანამ ბიჭებს ველოდებოდით, სერიოზული ქარი გაიჩნდა. ძალიან ნაცნობი ადგილი არის ეს ჩვენთვის. შეიძლება ბევრი თქვენთაგანისთვისაც. აქ არის ჩვენი ცნობილი ბოჭკა გამოჩნდება ახლა, აი ბატონიჩი. ავალთ ამ დღეს რა როხროხა ყავს ეს რატი ავალთ ახლა გადავკეტავთ დღეს დავდგებით ნომრებში სარეკი დაიწყება ტყის დასაწყისიდან დაახლოებით კილომეტრი ნახევარი არ არის კილომეტრი უკან ჩვენს უკან და ნახოთ იქნება ახლა მაინც გაგვიმართლოს ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ შემოვედით დღეში გამოვედით ტბის ბოლოს აი ჩანს ჩვენი ტბა გამოვედით ტბის ბოლოს და ეხლა ვერტიკალურად უნდა დავკეტოთ ტყე ანუ აყოლებაზე ორი ნომერი არის ჩემს ქვემოთ და ყოველ 50 მეტრში აი ესე ბიჭები გადაკეტავენ ტყეს ну ყველანაირი ლოგიკის ძალით რამე თუ არის და აქეთკენ წამოსვლელი ვერ უნდა გაგვეპაროს, იმიტომ რომ 50-60 მეტრში არის ნომრები. ერთმანეთისგან დაშორებით, ანუ ყველა ვარიანტში მხედველობაც და სროლის საშუალებაც ნომერს წესით უნდა კონდეს. ჩემს ქვემოთ ვაჟიკო დგას, უფრო ქვემოთ ბექა. ზემოთა ნომერში არ ვიცი ვინ დარჩა ვერ გეტყვით. აი ესეთი ადგილი მეგო წილად ძალიან ლამაზი, ძალიან ნორმალური და კარგი მხედველობით და ვნახოთ რა და როგორ იქნება აბა მისურვეთ წარმატებები მარლენი იმედია შენი ლოცვაც შემეწევა რა ყველა ერთ ხაზზე მოდიხართ რა იყო
როგორც ინგლისელი ჯენტლმენები იტყვიან, what the fuck? როგორც ნახეთ, ძაღლებმა ეშელონივით ჩაგვიარეს. ერთი ის არის იმედი, რომ კვალს ნახავენ და არევენ ტყეს და მეორე რომ სარეკი ხმაურით და სროლით მოაწვება და თუ რამე არის და ძაღლებს რამე გამორჩათ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ ხაზზე მოდიოდნენ, სარეკი გამოირეკავს. ველოდებით. ძაღლების კეფის ხო არის მოდა, ხო? ძაღლებმა ისე რაყეფით ჩამოგვირბინეს აი ქვემოთ ჩემსა და პირველ ნომერს შორის გაიარეს. ყველა ერთად იყო. აი ეშელონივით, როგორც მატარებელი. მე ერთი ორჯერ უკან დაიყეფა, ერთ 200 მეტრში, 150 მეტრში. თოკო, ირაკლი, ჩვენი ნადირობა დაამთავრდა. სამწუხაროდ ვერ იქნა ამოღებული ბუნებიდან მავნებელი. მაგრამ მიუხედავად ამისა დამეთანხმებით რომ საინტერესო ნადირობა იყო. მოკლე ანოტაცია რო გავაკეთოთ, მაყურებელს შეგვიძლია ვამცნოთ შემდეგი, რომ 3 მგელი გამოვიდა პირველივე მორეკვის დასაწყისში და ჩვენმა მეგობარმა არ ესროლა და პრინციპში სწორად არ ესროლა, იმიტომ რომ ეს ბიჭი ახალბედა მონადირე არის, კელტეკით იდგა, ტყვიით იდგა და შეეშინდა ტყის მიმართულების სროლის რა და ნუ არის ამაში ლოგიკა, რა თქმა უნდა. გადაწყვეტილება ნამდვილად კი ბატონო. ვერაფერს ვერ პასუხისგებლიანი გადაწყვეტილებაა ნამდვილად. შემდეგ ის იყო, რომ როდესაც მეორე ტყეში გადავედით და ნომრებში უნდა დამდგარიყავით, ვაჟიკოს ფეხიდან წამოუდგა ქვია, ეხა ფეხთან არ იყო, ცოტა უფრო შორს იყო. ნომერში სანამ დადგა ადამიანი, ეგრევე წამოუხდა ორი მგელი და ესროლა. მე იმდენად გამიკვირდა, რომ ვიფიქრე, რომ არც ვიცოდი, რომ ვაჟა იყო, რომ იმეს ხო არ გაუვარდა თოფი მეთქი რა და აღმოჩნდა, რომ თურმე ორ მგელს ესროლა, ჯერ არავინ დამდგარი არ ვიყავით და შესაბამისად ის მგლებიც ყველაფერი ხდება. ცხოველი არის, ძალიან არაპროგნოზირებადი ცხოველია, აი ჭკვიანი და ჭკვიანი. მარტივ თემას გეტყვით, ერთხელ ნადირობ, ქეშალურში ვარ, ტყურის აქეთა მხარეს ვარ ჩასაფრებული, უკვე ბინდება და ვხედავ ნაგლად მეორე ნაპირ და როგორ მაკვირდება. კი, გავს სიტუაცია მე მგონია. თოფზე რეაგირება ექნებოდა, მაგრამ რა ვიცი. გიყურა. მიყურა, დამაკვირდა და ძალიან დინჯად ისე გაქრა, რომ ვერც მოვასწარი სად შეძვა და როგორ შეძვა ვერ დავინახე. თორნიკე, ჩემთვის ეხა საინტერესო რაც არის, შენი შტაბის წლებები არის, იმიტომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც პირველად ხარ მგელზე სანადიროთ და დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ შედეგი როგორც ესეთი ვერ დაიდო, შენი ემოციები და გაცდები გაქვს და გაუზიარე მაყურებელს. რა თქმა უნდა, კი ბატონო, პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა. თქვენი მაყურებელი ვარ, გულშემატკივარი ვარ თქვენი და დღეს რო თქვენთან ერთად თუნდაც ნადირობა რომ არ ყოფილიყო, თქვენი გაცნობით უკვე საკმარისი ემოცია მივიღე. ეხლა რა შეეხება ნადირობას. მგელზე ნადირობა ძალიან აზარტულია, აი ადრენალინის პიკი მქონდა, ძაღლმა ყეფა რო დაიწყო და თან რომ მომიახლოვდა. აი ხო რა გოგას ვეუბნებოდი რა ფრჩხილები მოვუჭირეთ ეს რა მეთქი ახლოს არის უკვე თან ძაღლი მიახლოვდებოდა რა და რაც თავარია სანახაობის გარეშე არ ჩაუძლია, ჩემ ნომერში ამოიცუნცულა მელაკუდა. იქიდან გამომდინარე რომ ელიაზე ლინცეზი არ ვქონია. გაისეირნა მშვიდობიანად მოკლედ გავაცილე მოვა ის დრო როდესაც დაიშვება. კი რა თქმა უნდა, იგივე მავნებელია და იგივე მტაცებელია, როგორც ტურა მაგალითად და როგორც მგელი რა, იგივე ზიანს აყენებს ბუნებას, როცა ბალანსია დარღვეული რაოდენობებში. კი ბატონო და წეღანაც ბიჭებთან ვახსენე, რამდენად გაიგეთ, არ ვიცი, აქვე ტყვი შენს მაყურებელს, რომ პირველ რიგში მართლა ამ ადამიანის არხი რომ უნდა გამოიწერონ, ეგ აუცილებლად Hunterdam. ძალიან საინტერესო. კი ბატონო, გამოიწერეთ, რა ვიცი, ძალიან საინტერესო და შემეცნებით ვიდეოებს მოგიმზადებთ, იმიტომ რომ რაღაც
სწორი ნადირობის პროპაგანდას ახდენს ეს ახალგაზრდა კაცი და ამიტომ არის დღეს ჩვენს გვერდით. ხო, და რაც შეეხება მელიას თემას რა. ძალიან ხშირად, როდესაც თქვათ ძაღლი გამყავს, რა თქმა უნდა, მაგაზე ნადირობა არ არის ნებადართული, მაგრამ ვასწავლი ჩემს ძაღლს, კაკავს, გნოლს და მსგავს ფრინველებს, რომელიც ხდება ალპურში და დღესდღეობით ნადირობა. არ ხდება ტურა, ხდება მელია. აი ზუსტად, ხდება მხოლოდ და მხოლოდ მელა და არ ხდება ტურა. ტურა შედარებით ისეთ სოფელთან ახლო ტერიტორიებზე მელია ბევრად დიდ ზიანს აყენებს ბუნებას, რასაც ჩვენ ურთულდებით არ ნადირობთ ფრინველზე, რომელიც გვინდა რომ გამრავლდეს, მაგრამ ნადირობს მელია. კი ბატონო. რომელზეც ნადირობა ჩვენ არ შეგვიძლია. კი. ხო, ანუ დაწებელია რა ესე რომ ვთქვათ, რა ვიცი, მეტი რა დავარქვა. ჩვენი აზრით საბოლოო ჯამში მელიაც ამოსაღები არის, ოღონ რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში. ძალიან რო არ გაგვიგზელდეს მაყურებელთან გამოშვიდობება. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. აუცილებლად მადლობა რატი დოლიძეს, რომელმაც მოაწყოს ნადირობა, აი ორგანიზაცია ძალიან კარგად. ხა ბატონ რატისთან რომელიც გავარდა წინ და მადლობა გადაუხადოთ სასიამოვნო ორიოდე სიტყვით მეც გეტყვით. მადლობა. აი იმ ხელა გვერდში დგომა ვიგრძენი ჩემთვის და დღევანდელობაში მოკლედ ესე რომ ვთქვათ ცოტა ძნელი აღსაქმელია ხოლმე ადამიანის ესეთი გვერდში დგომა რა ანუ გოგამ ისეთი ყურადღება გამოიჩინა ჩემს მიმართ ვთქვით ახალგაზრდა კარგ მონადირეებს დედას გეფიცებით აი ესეთი პოზიტიურად დადებითად დამუხტული ადამიანის ქმედებიდან და ადამიანის მხრიდან ძალიან დიდი ხანი არ ყოფილი ვარ და უგუნესი მადლობა ამისთვის. შენი მსოფლმხედველობიდან არის ეს გამომდინარე რომ მართალი კაცი ხარ და სწორი ხედვა გაქვს ნადირობის. მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის. დროებით მეგობრებო დაგემშვიდობებით და იმედია მაინც ისიამოვნეთ დღეს ჩვენთან ერთად მიუხედავად იმისა რომ შედეგი როგორც ესეთი ვერ გაჩვენეთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. სუსხიანი დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით ყველას წალკიდან, წალკის მუნიციპალიტეტიდან. ისევ გადავწყვიტეთ აქ სანადიროდ ჩამოსვლა. რამოდენიმე დღის წინ ბატონმა რადიდოლიძემ მოიპოვა კი არა და აიღო ლიცენზია მტაცებლის ამოღებაზე. ვიყავით ბიჭები ჩამოსვლები, ვინადირეთ. იმედი მაქვს თქვენ ამ კადრებს იხილავთ ამ გადაცემაში და მე მგონი ძალიან საინტერესო ნადირობას შემოგთავაზებთ. გადავწყვიტეთ, რომ ისევ წალკის მუნიციპალიტეტს ვესტუმროთ ორი მარტივი მიზეზის გამო. ერთი რომ ჩემი მარლენი არ მახლდა წინა ნადირობაზე, საპატიო მიზეზი ქონდა და მეორე ის რომ გვეგულება კიდე ადგილები, სადაც დიდი ალბათობით გელს გადავაწყდებით. გელი კი ის მავნებელი და მტაცებელი არის, რომელიც ნამდვილად უნდა ამოვიღოთ ბუნებიდან. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ალბათ ყველამ ვიგრძენით ტემპერატურული ცვალებადობა ძალიან მკვეთრი. ძალიან უცნაური რამე მოხდა, გემახსოვრებათ თბილისშიც, წალკაშიც, მთელ საქართველოში საკმაოდ თბილი ამინდები დაიჭირა, 27-28 გრადუსს მივახლოვდა ტემპერატურა და მე ისეთი მკვეთრი ცვალებადობა მოხდა, რომ თბილისში ჩამოვიდა 4 გრადუსამდე, წალკაში კი -3-ს გვანახებს მოცემულ მომენტში. ბიჭები, ჩემზე წინ არიან, ალბათ ერთ 10 წუთში უკვე შევალთ, შევხვდებით. ჩამოვართმევთ მეგობრულ ხელს და დავგეგმავთ რა როგორ და რანაირად. დარჩით ჩვენთან ერთად და უყურეთ ნადირობას. დაწყობა ამაღლებული როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ ასეთი ლამაზი ამინდი არსად არ არის სხვაგან. მოგესალმებით ყველას. ვიმყოფებით ახლა წალკაში, გამოხშირვაზე გლის, კერძოდ მტაცებელი ცხოველი, რაც გამოვა ძირითადად აქ გელი ყავს. თხოვნა იქნება და მოთხოვნაც კაცი, რომ კეთილშობილ ცხოველს არ ვესვით არაფერს და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ აწევთ დობს. ახლა მჭირდება კარაბინიანი ბიჭები, რომ ცალკე გადმოხვიდეთ. რამდენი ხართ კარაბინიანები? თოფიანები აქეთენ გადმოიწეთ ერთ წამს და კარაბინიანები გადმოდით აქეთ. კარგი, ეხლა შეხედეთ როგორ რაღაც ვაკეთებთ აი ამ ტყეს რა.
2 გასასვლელი აქვს ამ დღეს. ერთი გასასვლელი აქვს აქეთ მხარეში გადადის ხაჩკოვასკენ, მეორე კიდე კლდიანებში ჩადის რა. დაანჩენის უყურე ჩავდივართ, კარგი წეს ვარტყავთ რა ამ დღეს რა. თუ მგელი აქ არის და ხშირად აქ არის ხოლმე, არ უნდა გაგვივიდეს. როგორი რაღაცა ის უკანა მხარე უნდა ჩაკეტოს, საიდანაც ზაღლებს გაუშვებთ. აი ეს ადგილი უნდა ჩაიკეტოს, რომ უკან კლდიანებში არ გადაგვივიდეს რა. დაანჩენს მე აქედან ჩავიყვან და აქედან დავაყენებ რა. გზაზე რო ზევით ახვალთ. ანძები შეგხვდებათ იქითკენ რა დიდი ანძა. ერთი კარაბინიანი ერთანძასთან, გვერდზე ხაჭკუაზე გადასასვლელში და მეორე კიდე ცოტა ზევით კიდე რა კარაბინიანი. დაანჩენ შენ კარაბინიანი ზედა მხარეში დაუდგები და მან გააკონტროლებ რა. რადი, რამდენი კაცი შევდივართ აქედან? მიახლოებით 8. და ზემოთ გავუშვით 3 კარაბინიანი? 3-4 კარაბინიანი. და სარექშიც 4 კაცი მიდის თუ სწორად გავთვალე. 3 კაცი მიდის სარექში, 4 ძალით. გოგა, ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი წლებია ნადირობთ ხოლმე, ხო? მე როგორც მახსოვს და 20 წელზე მეტი არის მე და რატი რაც ნადირობთ და პრინციპში კარგად ვიცით ეს ადგილები. და როგორც მიყვარს ხოლმე და მე და შენ გვიყვარს ხოლმე აღნიშნა წინა პირობა კარგი გვაქვს. პირობა კაია, ბიჭო, ნახე რა კაი ამინდი არის რა. თბილა მიუხედავად იმისა, რომ თოვლია, მინუსი იყო, -3 იყო, მანქანაში -3 გვანახა, ეხლა ალბათ 0 არის, ან +1 არის, ქარი არ არის, რაც ყველაზე კარგი არის პრინციპში. მალენ მე მაყურებელს უთხარი და ნახავენ ამ კადრს ფილმში. წინაზე რაღაც მომენტები იყო და მოგიბრუნდი და შენ მოგმართავ კონკრეტული ფრაზით, რომელიც შენც არიცი და შენც ფილმში ნახავ რა როგორ და რანაირად. საინტერესოა. ეხლა იმის გასაგრძელებლად გეტყვით, რომ ერთად ვართ, მე და ბატონი ბარლენი როგორც უნდა იყოს ყოველთვის. წინაჯერისგან განსხვავებით. წინაჯერისგან განსხვავებით და ამიტომ შემართებით, ომახიანად დავცხოთ ეს კარგი წარმატებული დღის. თქვენ ორი კაცი ადგილით აქ ზოგადად საპასუხისმგებლობი მიდი არის რა. განაჩენი ყველაზე გადასაკეთე და ჩავაყობა ბოლომდე. ეს ის ყურადღებით ხავი ანალოგიურად ზევით ახლო ნომრებია ის სტაფილოსფეროს ხედავ და სადაც არის. აქედან რომ იმას გამოიყაროს, აქ ვეღარ ინახავს, გეოლოგიის ვეღარ. აი ეს ის ანალოგიურად კაცებს. სავარაუდოდ მოვიქნები ვაჟიკო, აბა შეგიძლია. დავაყენეთ ბიჭები, ხამალე მეც გავჩერდები. რადი და კიდე 2 კაცი. გზას გავაგრძელებს ქვემოთ. ნუ ნახოთ. აი აქ გავჩერდები მე. მარცხნივაც ხედვა მაქვს. წინაც ვიყურები და ქვემოთაც. ბუნებრივი საფარიც მაქვს. ალბათ ბიჭები დადგებიან და სარეკი დაიწყება. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნომრით, მიუხედავად იმისა, რომ წვრილიანი არის, მაინც აქვს გამოსასვლელები და საკმაოდ კარგი სროლის საშუალება მომეცემა თუ აქეთკენ ამემ გამოიარა. ეს ბუნებრივი საფარით ძალიან მომწონს. აი ჩემი სასროლი არეალი მარცხენა მხარეს და წინ ქვემოთ. იმედი არის მარლენიც უკვე დადგა, ზემოთ წავიდა მარლენი. ზემოთ ამ მხარეს ჩაკეტავს და მე რომ მაგისი ამბავი ვიცი, დიდი ალბათობით რაღაც გამოუვა. წარმატებები ყველას.
თუ ჩემს ზემოთ გადავიდა ქედიდან, ვაჟა დახვდება და მაღლა სირკეი. აქ თუ გამოვიდა მე ვარ და ქვემოთ კიდე რატი და ორი ბიჭი არის. როგორც უკვე მოგახსენეთ, წესით კარგად გვაქვს ყველაფერი ჩაკეტილი. ის გადაგვჩენია დაველოდოთ. გასროლა იყო ეს არ გავს სარეკის გასროლას. ახალი დამდგარი ვარ ნომერზე და უკვე სროლების ხმა გავიგონე. ძალიან მაინტერესებს ნეტა რა მოხდა. თითქოს მომიჩვენა რომ სარეკის ბიჭებმა ისროლეს დიდი ალბათობით წვერავა იქნებოდა. მაგარი ბათქა ფუტკია თქო. ხმა ისმის უკვე. სარეკი დაიწყო. ჯერო სარეკი დაიწყო ესე მახიანად. არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ უფრო ნომრის სროლას გავდა. დაინახე? თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დავინახე თავი. გამოყო და უცებ გავარ და მარცხენა მხარე და მაგ მომენტში ვესროლე რა. მაგრამ არ ვიცი მოვარტყი თუ არა. პირველი მორეკვა მორჩა. სარეკი გამოდის ჩემთან. რაღაცა დევნა იყო მაღლა ჩემს ზემოთ. გასროლებიც იყო სიმართლე გითხრათ. არ ვიცი, შედეგი არის, არ არის. გავალთ ახლა ბიჭებს დავალაპარაკებით და ზუსტად გავიგებთ რა როგორ და რანაირად. ჩემს ზემოთ ალბათ, არც ისე შორს ყებდნენ ძაღლები, ალბათ 100 მეტრში დაახლოებით ჰქონდათ დევნა. ნახოთ, დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. რატი ამოდის უკვე ვხედავ ბიჭებთან ერთად მიახლოვდებიან. ეხლა ნელა ავიშლებით. და შევერთდებით ძირითად ჯგუფს. როგორც საჩანს, აქაურ მტაცებელს ძროხა უყვარს. გელი შენიშნეს ბიჭებმა. მოკლედ ესეთი რამე ხდება, შევიცვალეთ ადგილი, გადავდივართ სხვა ადგილზე. პირველი სარეკი დამთავრდა იმით, რომ ჩვენმა მეგობარმა მგელს ესროლა და ნამდვილად დაჭრა, იმიტომ რომ სისხლის კვალი ნახა სარეკმა. უბრალოდ ვეღარ გავყევით იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მე და მალენი მივემგზავრებით კიპროსზე. უნდა გადავიღოთ თებშეწმიდა სროლის ჩემპიონატი, ამიტომ დროში ფრიად შეზღუდულები გახლავართ. გადავწყვიტეთ, რომ ჯობდად რო არ დაგვე კარგა და ეგრევე მეორე სარეკი მოგვირთყა რა. როდესაც მივდიოდით აი ხა გზაში გავჩერდით ბიჭები, ორმა დიდმა მგელმა გადაუჭრა პირველ მანქანას გზა და გაიქცნენ ხევისკენ. ვაპირებდით აი ჩვენს უკან ტყე არის ხა, არ ვიცი გამოჩნდება თუ არა. არჩას ალბათ, ნახოთ. იმ ტყეში შესვლას, მაგრამ იმ ტყიდან გამოვარნილი ორი მგელი გადავიდა ხევისკენ. გადავცდილობთ, რომ ესე გავყვეთ. ჩვენს მარჯვნივ ხა ხევი არის და იქნება
იქ მოვიმწყდიოთ რამენაირად. არ ვიცი, მოკლედ ეხა დავალაგდებით, ბიჭები, გადავწყვიტავთ ზუსტად რა უნდა ვქნათ. და თქვენ ამას ყველაფერს თქვენი თვალით იხილავთ. მოკლედ გლები აგერ შევიდნენ. ორი დიდი ბგელი იყო. მესამეც უკან მიყვებოდა და ამ დღეში არის შესულები რა ახლა. უბრალოდ ცოტა რთული ჩასაკეტით გაიქნება. ჩასაკეტი არა, ძალიან მარტივი არის, უბრალოდ ფეხით მოგიწევს ცოტა. მოგიწევს, სხვადასხვა. მოკლედ ისევ სამი კაცი უნდა შეგაწყვეტოთ. ძაღლების თემაში ხმაურით უნდა გავაკეთოთ და ერთადერთ რაღაცას გეტყვით, გაიშალოთ მაქსიმალურად. ახლა როგორც გააკეთეთ, რომ აი ძალიან ახლოს იყავით, აუ, იმიტომ რომ დიდი მასივია. ფაქტიურად მე რო არ დამეწყო ახლა ქვევიდან სარეკი, ის გელი არ წამოხდებოდა, რა შანსი არის რა. გაიშალეთ რა მასიურად ერთი შუაზე მიზეულობთ და ერთი მიზეულობით მოუყვებით რა. საკმაოდ დიდი ტყი არის, დიდარი ტყი არის. იმედია შედეგიანობას გვექნება, იმიტომ რომ რამდენჯერ მან მორეკვა გამკეთებიან გლის გარეშე არ დავჩერინო. ცოტა ხანი აქ გავჩერდებით. ირაკლი ჩარჩა წვერავა, თავისი ყველგან მავალი Subaru-თი. სხვათა შორის ხუმრობის გარეშე ვამბობ, კარგი მანქანები არის ეს Subaru-ები. მოყვება როგორც წესი, მაგრამ ახლა ჩარჩა სადღაც წავიდა ჩვენი მეგობარი გამოიყვანს. და ცოტა ხანში ისევ გავაგრძელებთ ნადირობას. ამასობაში ამინდი ირევა, ნისლი ჩამოდის, თოლჭყაპი იწყება და ყველაფერი ისე არის როგორც უნდა იყოს. ამ წვრილიანთან გაგვდობებში აგერე აქ გამოსასვლელი გლებიც არის. შენგან ესე იგი დაახლოებით 80 მეტრში დგას გიორგი. მე წავალ წინ იმ ხევის ჩამოსასვლელ თავს ჩაუკვედავ რა. აი აქ დადექი, ისკენაც იყური და ჩამორბედნიც კი მიხედავ. ალენი დავტოვე. დაახლოებით 100 მეტრია. ეს წვრილიანები და ქვები იქნება ჩემი ნომერი. აქ ხევში ჩასასვლელი ხედავთ. თუ გამოვა, აქ მე უნდა დავხვდე. როგორც ხედავთ, გზა კიდე გამოვაგრძელე. იმიტომ რომ აქედან გადასასვლელი. მთელი ეს ტერიტორია საერთოდ არ კონტროლდება. იმედი მოქვს, რომ თუ მანამდე ჩავიდა მარნეს ან გიორგის გაუმართლებს, თუ იმად გამოცდა და აქედან გადაწყვიტა ხევში ჩასვლა, აქ მე დავხვდები. ჩუმად ვიყოთ და დავალოდოთ. აბა მალე შეხვედრამდე. ძალიან მაკლია ჩემ შემდეგ მინიმუმ ერთი კაცი. მინიმუმ. ბატონო. ალე შემისრულე? არა. აბა გიორგა? არ ვიცი, იქიდან იყო ჩემს იქიდან შორიდან. კარგი.
მარლენს არ უსვრია, ჩემს იქიდან იყოს როლაო, ან გიორგიმის როლა და ურეკავდა არ პასუხობს. ან შეიძლება დიმამ. აუ, ჩემამდე დევნა არ მოსულა, თქვენ გიკაიფიათ ძმაო. აი ნუ ზივარ ველოდები რა. აი ამ ქედის იქით მინდა ერთი კაცი ჩემგან ალბათ 100 მეტრში რო იდგეს და კარგი იქნებოდა რა. აი ხო რა ხდება? ორი ძელი არის თქვენ დავიწყე. მარლენთან არის თუ მარლენ არა იდექი რა, იმიტომ რომ რა დიმკლებიც დავინახეო, რაღაც ფოცხვერის კვალიც უნახავთ ვიღაცებს და იდექი ჯობია რა. ხო და კაკრას ტყის პირა, აი სადღაც ჩვენ როგორც ვდგავართ, ისე წამოვიდნენ რატომ ნახავთ აბაში ვხედოთ რა და როგორ იქნება. და აქ მოდი მე 30 მეტრით ცოტა წინ მივიწევი. ისე მინდა რომ მინდორსაც ვხედავ და ტყესაც. ეს კვალია და ტურის არის. გადმოვიძი აქეთკენ. პრინციპში რასაც ვხედავდი, იმის შემოსასვლელს ვაკონტროლებ ისე. თუ იქ რამე მოვიდო და ეს უნდა გაიარა. მინდორსაც ვხედავ. როგორც მარლენი ამბობს ხოლმე, სიცივე უკვე ჭანჭიკებში უჭერს. საკმაოდ აგრილდა, მინუსი არის ცალსახად და ეს ამოსული ბურუსი თავისას შვება და სუსხი მოაქვს. ძალიან მინდა რომ რაღაცა გამოვიდეს, იმიტომ რომ კვლები ამ დღეში პირველი მოროკვისგან განსხვავებით არის. პირველ მოლეკვაზე მე პირადად კვალი არ შემხვედრია. მხოლოდ ერთადერთი მგელი გამოვიდა. აქ დავინახეთ ის ორი მგელი, რომელმაც ყველანაირი ლოგიკით ამ ტყეში შემოირბინა, ხევი გადმოიარა და ამ ტყეში შემოირბინა და პლუს კიდე ბიჭები ამბობენ რომ რაღაც სხვადასხვა კვლებს აწყდებიან. ველოდებთ. ой. მარლენმა ესროლა. მაგრამ ძალიან შორს იყო, დამფრთხალი გარბოდაო და მაინც ვესროლეო, სამწუხაროდ ვერ აიყვანა. ბიჭები უკვე გამოდიან ნომრებიდან, როგორც გითხარით. ამეც უნდა ავშალო ნომერი, უკვე შემდგომას აქ აზრი აღარა, აქ მარტო ხო არ ვიდგები. სამწუხაროა ეს ყოველივე და კიდე ერთხელ იმის მანიშნებელი არის, რომ ძალიან რთული სანადირო ობიექტი არის მგელი. და მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე არის. დანარჩენს კიდევ ვისაუბრებთ და გავარჩევთ ამ ნადირობას. ეხლა კი ტყიდან გემშვიდობებით, მერე კიდე ალბათ ჩავწერთ ცალკე დამშვიდობებას. ულამაზესი ტყეა. ერთი რამ შემილია გითხრათ, რომ როგორც ყოველთვის ნადირობით არ შეიძლება რომ მონადირე იყო უკმაყოფილო. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ლამაზი ტყე არის, ახალი წამოსული წიწვოვანი ნერგები არის, ხედავთ. ყოველივე ეს მაინც ძალიან გვახარებს. უფრო მეტად გახარებულები ვიქნებოდით რაიმე შედეგი რო დაგვედო, მაგრამ რასიზამ ხდება. როგორც ჩვენ მონადირეები ვამბობთ ხოლმე, ეს არის ნადირობა. ხან ისეა, ხან ასე. ის ანეკდოტი გამახსენდა, თუ ნანახი გაქვთ კი არა და თუ მოსმენილი გაქვთ.
ხან ხარი კვდება, ხან ტორიადორიო, ხო ვიცით? აი, ჩემი მარლენიც გამოჩნდა ნისლში. ეგრევე თოფი ამოვიღე და დაუმიზნე და ჩავთე GoPro და ველოდები. და რო წამოვიდა ჩემსკენ, 1-40 ჩაიარა, ამოიარა და გაჩერდა. ხო და არ ვიცი ბიჭო, იქიდან რაღაცა ხმაური მოესმა და მოხია მოწყვეტილად. კაროჩე დაახურა იქითკენ და დავაყოლე, მეთქი იქნებ მიწვდეს მეთქი. აი იქითკენ გავიდა იმ ბიჭის ნომერში, რომელიც ჩემ გვერდზე უნდა იყოს. იმედია ბიჭი დგას. ბიჭი რო იდგეს, ფეხებში მიუვიდო და ისა ბიჭო რა ქვია? ალბათ აშლილი იყო ნომრები და იმიტომ ეხა ეს ლაპარაკის თემა ძალიან მაინტერესებს მეც. შედავოთ ყველაფრისა, მონადირეები მხიარულად არიან. რაც ძალიან მისასალმებელი არის. ჩემო გოგა რაღაცა დონეზე დევნები იყო, მაგრამ კიდევდით ტყის ბოლოს გამოსასვლელებს. ბიჭები ძირითადი ბანდა ასე ვთქვათ რა. ჩვენგან მინიმუმ 500 მეტრის მოშორებით იყვნენ, რომ შევიდნენ და მე კიდე შევიდნენ. ამიტომ სულ არ გაგიკვირდეს რომ მე და შენ სამწუხაროდ ბიჭებმა ისიამოვნეს თქვენს ხო, ამათმა ოპერა მოვისმინეთ. კარგ დევნაში იყვნენ. ამირანმა მგელს ესროლა და გასისხლული არისო მთელი ტყეო და იქნება მობილურით მაინც გადაიღოს რომ ეს კადრები ვანახო, იმიტომ რომ ორჯერ მოხდა დღეს მეგობრებო ესეთი ფაქტი, რომ ნომერმა ისროლა სამწუხაროდ ახლოს. არც GoPro იყო, არც კამერა იყო და ამათმაც ვერ მოიფიქრეს რომ მობილურით მაინც გადაეღოთ, რომ თუნდაც დაბალი ხარისხით, მაგრამ მაყურებელს ანახებ რა ადამიანი, რომ ყვალი, სისხლი რაღაცა რა. ნელ-ნელა ჩაამუღამებენ, რომ ჩვენ გადაცემაში მოსულა მობილურით გადაღებაც. ხო რა, ნახდათ მოსულა რა. და ნადირობასაც შეეხება, მე ხა აღნიშნე კიდეც GoPro-თ ჩავიწერე, ძალიან მომეწონა ეს ტყე რა. ძალიან ლამაზი ტყე იყო. დასაწყისში კი გეთახმები, მაგრამ დაბოლოებაში როგორი ნისლი მოაწვა, რომ ვეღარაფერს ვეღარ ორჯერ ამოვიდა, ეგეც ვთქვი რა, მე ისე ვიდექი, რომ ტყესაც უყურებდი და მინდორსაც უყურებდი რა და ვთქვი კიდეც, რომ ახლა ნისლი ისეთი წამოიღო, რომ მინდორზე ყურებას აზრი პრაქტიკულად არ აქვს თქო, რომ აღარ ჩანდა 30 მეტრში უკვე აღარაფერი რა. მაშინ. მალე თავი ბოლო, მოდი ესე ვთქვათ, მიუხედავად ყველაფრისა. მიუხედავად იმისა, რომ იცი რა დავხედე, ბუდიში სიტყვას გართმევ რა, 5 საათი ხდება. ძალიან ჩქარა უნდა მოძუძგოთ აქედან. უნდა მოძუძგოთ, რატო შეიძლება დავაგვიაროთ ქუთაისში ჩასვლა და გაფრენა რა. ჩემო მეგობრებო, თქვენ ალბათ ლაივსაც უყურებდით, ჩვენს ლაივს, სადაც დავაფიქსირეთ, რომ მივდივართ ლარნაკაში, ჩვენი ქართველი თოფით მსროლელები ესვრიან თეფშებს და თან უნდა Google შემატკივროთ და თან უნდა გადავიღოთ და თქვენ განახოთ. მე თქვენს გაჩვენებთ ხო თუ მიაღწევენ წარმატებას, მე მგონია რომ საკმაოდ კარგი ძლიერი გუნდი მიდის და რაღაცას იზავენ რა. დავიმშვიდობეთ ახლა ბიჭებსაც, მაყურებელსაც და მე მგონი ის დრო არის რომ მართლა ჩქარი ხორუმით გავუყვეთ გუდიგორის გზას. კარგად წამდება. მომავალ შეხვედრამდე დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ არხი და იმედია რომ თქვენც და ტრიფონიაც კმაყოფილი დარჩება.